უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ კიდევ ერთი პოლიტიკური გაერთიანების რამდენიმე სარჩელი უნდა განიხილოს. სამართლებრივი გზით ქართულ ოცნებას მისი პოლიტიკური ოპონენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე მიზეზითა და არგუმენტით უპირისპირდება. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. უკვე შევიდა შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში წულუკიანის ეგრეთ წოდებული ღალატის კომისიის, საგამოძიებო კომისიის დასკვნის გასაჩივრებასთან დაკავშირებით. ამავე კვირაში შევა იმ კანონების ანტიკონსტიტუციურობაზე სარჩელები, რომლითაც პრაქტიკულად აუქმებს პარტიებს ქართული ოცნება. მესამე ეტაპი საკუთრივ ქართული ოცნების სარჩელთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში იყო განსხვავებული აზრები, რამდენად ღირს ასეთ ვითარებაში, როდესაც პრაქტიკულად დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოშლილია და საკონსტიტუციო სრულად კონტროლდება ქართული ოცნების მიერ, რამდენად ღირდა სამართალწარმოების დაწყება და ქართულ ოცნებასთან ამ პოლემიკას შესვლა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საერთაშორისო იურიდიული საზოგადოების კონსულტაციების საფუძველზე მართებულად ჩაითვალა, რომ ამ ეტაპზევე მოხდეს ჩვენის მიერ ისეთი არგუმენტების წარდგენა, რომელიც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი იქნება ევროსასამართლოში. სარჩელს ქართული ოცნება გარი დაკვეთების შესრულებად აფასებს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი კი დარწმუნებულია, რომ ყოფილი სახელმწიფო პარტიის ეს ნაბიჯი ქვეყნის მოსახლეობასაც და საერთაშორისო საზოგადოებასაც, როგორც ამბობს, მათ მიერ ჩადენილ ყველა ნაბიჯს გაახსენებს. მათ თავარი თემა კიდევ იკვეთება ერთი საგანგებოდ მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ სკანდალური, რომ უცხოელ მეგობრებმა უკარნახეს ეს გადაწყვეტილება, რომ სასამართლოში უნდა უჩილონ ქართულ ოცნებას. თვითონ სასამართლოში დავა პირიქით კარგია იმ შემთხვევაში, როცა სიმართლის დადგენა გინდა, მაგრამ როცა ამას აქვს ის ფუნდამენტი და საფუძველი, რაზედაც ბეჟაშვილი საუბრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან ჩამოყალიბებული როგორც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფის წარმომადგენლები და ამაში მხარდაჭერას ეძებენ საზღვარგარეთ. რა თქმა უნდა, ის რაც ამ ადამიანებმა წლების წინ ჩაიდინეს, ის რა პოლიტიკასაც აწარმოებდნენ, რა თქმა უნდა, მიმართული იყო ქვეყნის წინააღმდეგ, იყო ანტისახელმწიფოებრივი, დღესაც აგრძელებენ გარედან მიღებული დავალებების შესრულებას და ზუსტად ეს განცხადებაც, მათი ქმედებაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არ ეკუთვნიან საკუთარ ხალხს, არ ეკუთვნიან საკუთარ ქვეყანას, ისინი არიან ჩვეულებრივი აგენტურის წარმომადგენლები და ემსახურებიან გარედან მიღებულ დაკვეთილს. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები გაურკვეველია პარლამენტში ახლახან შესული ოპოზიციისთვის. გიორგი გახარიას გუნდი არც ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელში მოხვდა და არც პროკურატურის 6 ნოემბერს დაწყებული გამოძიების სამიზნედ ქცეულა. ამის მიუხედავად ექს-პრემიერის პარტიაში არ გამორიცხავენ სამართალწარმოება მათ წინააღმდეგაც დაიწყოს. მინდა შეგახსენოთ, რომ გიორგი გახარიას მიმართ პოლიტიკური დევნის და პერსონალური ვენდეტის ქმედებები განხორციელებულია უკვე ოცნების მხრიდან, მის მიმართ შეკერილი არის 15 წლიანი საქმე, რომელიც ეხება ჩორჩანას საგუშაგოს, რომელიც გახლავთ ერთადერთ შემთხვევას, როდესაც სახელმწიფომ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დაიცვა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა. გარდა ამის არის 20 ივნისის საქმე, რომელიც ამდენი წლის შემდეგ თავიდან ამ საქმის გამოძიება დაიწყო ოცნებამ, აბსურდული საგამოძიებო მოქმედებები აწარმოა რუსთაველის გამზირზე, მაშინ, როდესაც ერთი წლის წინ დაჩეხილი და ნაცემი ადამიანების ეს შემთხვევები არ აქვთ გამოძიებული და არც ერთი დამნაშავე არ დასჯილა 400-ზე მეტი ადამიანის ძალადობრივი ჩაგვრისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოში საპასუხო სარჩელი შეტანილი აქვს ოპოზიციური ლელოს კოალიციასაც, რომლითაც ისინი ქართული ოცნების მიერ დაწყებული სამართალწარმოების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ. კერძოდ, 4 ნოემბერს მმართველმა პარტიამ 88 დეპუტატის სახელით შეიტანა საკონსტიტუციო სარჩელი კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვის მოთხოვნით. ამ საქმეს მოსამართლე ვასილ როინიშვილი განიხილავს. 2008-2009 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე.